ახლად გახსნილი მრავალფუნქციური სივრცე, რომელიც არაერთ ვიზიტორს იზიდავს ქუთაისში მოწყობილი ტექნოლოგიური ჰაბის მიმართ ინტერესი სულ უფრო მზარდია. პარლამენტის ყოფილ შენობაში გახსნილი სივრცე თანამედროვე ტექნოლოგიურ ლაბორატორიებს, საგანმანათლებლო და სამეწარმოო სივრცეებს, კვლევით ინფრასტრუქტურას, საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებს აერთიანებს. მოწყობილია სამეცნიერო ტექნოლოგიური მუზეუმიც. ტექნოლოგიური იდეების რეალიზაციისთვის დაინტერესებულ პირებს ადგილზე სხვადასხვა პროექტში ჩართვას თავაზობენ. ტურისტული მიზიდულობის ახალი ცენტრი ქუთაისში. ისტორიულ ქალაქში კულტურის, ინფრასტრუქტურის, კულინარიისა და ბუნების გაცნობის პარალელურად მოქალაქეებს მსოფლიოში არსებული ტექნოლოგიური მიღწევების ნახვაც შეუძლიათ. ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს გახსნიდან ერთი თვის განმავლობაში 10,800-მდე ვიზიტორი ეწვია. მათ შორის იყვნენ იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების 15-ზე მეტი სკოლის მოსწავლეები და 10-მდე საზაფხულო ბანაკის მონაწილეები. გარდა ამისა, ტექნოლოგიური ჰაბი 100-ზე მეტმა უცხოელმა ვიზიტორმა დაათვალიერა. აღსანიშნავია, რომ მუზეუმის მიმართ ინტერესი ყოველდღიურად მზარდია. ჰაბში ასევე განთავსებულია ტუმო კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრი, რომელიც ერთდროულად 1200-მდე მოსწავლის ჩართულობას უზრუნველყოფს. ცენტრში სასწავლო პროცესი სექტემბრის ბოლოს დაიწყება და პირველ ეტაპზე სასწავლო კურსს 600 აპლიკანტი გაივლის. არის მე მგონი საქართველოს ესეთი რაღაცა ძალიან უცხო სიტუაცია არის და ძალიან ესეთი საინტერესო, საინტერესო ნამდვილად. ბავშვებიც ძალიან კმაყოფილები არიან, ინტერესით ადევნებენ თვალყურს ყველაფერს. ტექნოლოგიური პარკი, რომელიც წარმოდგენილი არის ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში, ძალიან აქტიურად იწყებს მუშაობას. ჩვენ სექტემბერში დაგეგმილი გვაქვს უკვე რამოდენიმე კლასი ახალგაზრდებისთვის და მსურველებისთვის, ვისაც უნდათ მაგალითად რობოტიკა, დრონების ტექნოლოგიები და სხვადასხვა ტექნოლოგიური ინოვაციური საგნები ისწავლონ და რა თქმა უნდა დავიწყებთ აქტივობებს ახალგაზრდა და ნებისმიერი სტარტაპერებისთვის. დღეს მდგომარეობით დაახლოებით 1200 ახალგაზრდა დარეგისტრირებული ჩვენს პროგრამაზე, რაც დაახლოებით 2-ჯერ აღემატება პირველ ეტაპზე მისაღები ახალგაზრდების რაოდენობაზე. რაც ცხადყოფს იმას, რომ კრეატიულ ინდუსტრიებზე, ინოვაციებზე და ტექნოლოგიებზე მოთხოვნა ძალიან დიდია ქუთაისში და მიმდებარე მუნიციპალიტეტებში. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ინტერესი თანაბრად ნაწილდება ყველა ასაკობრივ კატეგორიაზე 12-დან 18 წლამდე ახალგაზრდებზე. ქუთაისში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პირველი ტექნოლოგიური ჰაბი ოფიციალურად 24 ივლისს გაიხსნა. მრავალფუნქციური სივრცე ეკოსისტემაში აერთიანებს განათლებას, მეცნიერებას, ინოვაციებს, ტექნოლოგიურ მეწარმეობასა და თანამედროვე კვლევით ინფრასტრუქტურას. პროექტის ავტორების თქმით, ჰაბი წარმოადგენს საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინიციატივას ტექნოლოგიურ განვითარებაში და მიზნად ისახავს ქვეყნის როგორც რეგიონული ინოვაციური ცენტრის პოზიციის გაძლიერებას. ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც პასუხობს საქართველოს მთავრობის ამოცანას შექმნას და განავითაროს ძლიერი ეროვნული ინოვაციური სტარტაპ ეკოსისტემა. ჰაბი ერთი თვე არის, რაც გაიხსნა, რაც ფუნქციონირებს. თქვენ იცით, რომ სხვადასხვა სივრცეებია ჰაბში წარმოდგენილი, მათ შორის საქართველოსთვის და ალბათ რეგიონისთვისაც უნიკალური ტექნოლოგიური სამეცნიერო მუზეუმი. ძალიან მაღალი არის მოთხოვნა მუზეუმის დათვალიერებაზე. ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ მოქალაქეების რაოდენობის ზრდას, რომელიც ყოველდღიურად მოდიან, განსაკუთრებით მინდა გამოვყო ინტერაქციული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმი, სადაც ვიზიტორების რაოდენობა უკვე 10,000 ადამიანს გადააჭარბა. ასევე მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო მიმართულებით პროგრამები, რომელიც ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში იწყება და თუმო ქუთაისი გამოვყო ამ მიმართულებით, სადაც 1200-ზე მეტმა ბავშვმა უკვე გამოთქვა სურვილი ისწავლოს პროგრამირება, რობოტიკა, ელექტრონიკა და ასე შემდეგ ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში და სექტემბრიდან უკვე დაიწყება უკვე განათლების პროცესი. ასევე მნიშვნელოვანია ის დიდი ინტერესი, რომელიც თითოეულმა ლაბორატორიამ გამოიწვია ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში. ჰაბი აერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიურ ლაბორატორიებს, საგანმანათლებლო და სამეწარმეო სივრცეებს, სამეცნიერო და ტექნოლოგიურ მუზეუმს, საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებსა და სტარტაპების განვითარების ინფრასტრუქტურას.